რომ ჩვენ ერთადერთი ნიშა ჩვენი არის რადიკალიზაცია. საზოგადოება. მოახდინოს რადიკალიზაცია. Bestade არის ის, რაც უნდა იყოს ათი პროპაგანდა სულ. ცნობილ ადამიანებო, ფეხბურთელებო, ცნობილ სპორტსმენებო, წერლებო, სამი სიტყვის დაწერას გთხოვთ. ბოლოს ხომ იცით რომ მაინც მოგიწევთ ამის დაწერა. არაბიცინას დაიწყნარდით. მაგრამ ასევე რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის თბილისის middle class-ისთვის. და უნდა ვისწავლოთ თუნდაც ინტერნეტ სეგმენტის გამოყენება, ინტერნეტ. ზუსტად ეგრეა და როგორ ვიპოვოთ მეგობრები აქციაზე ინტერნეტის გარეშე iPhone-ით? ღირსები არიან. ომი გინდა, აბა ომი გინდა, კი ომი მინდა, ყლეო ომი მირჩევნია. ჩემს იმედზე ცუდი არავინ არ არის. იმედმა ჩახრიტა იმედი არის, აი, ხო, აი, არ არსებობს. აღარს უკაკუნებენ არავინ, შენ რომ პოსტი ვიყავ თქვენ. შენ რომ კიდე იმას რომ წერდით, რომ ის შეწუხებული ვაკელები მოვლენ. ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება, რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე თბილისის middle class, იმიტომ საბოლოო ჯამში რევოლუციაზე კი ნახეთ. პარლამენტის წინ არ არის აუცილებელი მოხდეს რევოლუცია, მაინც უფრო რადიკალური გზებიც არსებობს. მაგასაც დამზადება ჭირდება რა და დარწმუნებული ვარ ყველა ხვდებით რაც არის რა დღეს უნდა მოხდეს რევოლუცია. განამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს self-made ბიზნესები თბილისში. ეს გაფიცული კომპანიების არასრული ჩამონათვალია. არავითარი ლეგიტიმაცია ამ დაურობას. მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს, ქართული ხალხი ამას არ აღიარებს, საქართველოს პრეზიდენტი ამას არ აღიარებს. ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება რა. არჩევნები არასდროს არ იქნება ლეგიტიმური. და ამ პარლამენტს არ აქვს საერთო სახალხო და საერთო შევისო ლეგიტიმაცია. სული მოქალაქო დამორჩილება. ეს იქნება სულ მასშტაბიანი დაუმორჩილებლობა. დაუმორჩილებლობა ყოველდღიური. უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა. ყველამ უნდა გამოაცხადოს დაუმორჩილებლობა აბსოლუტურად. მესამე, არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა, არავითარი საერთოდ უნდა გაცხადოს ურთიერთობა. არც ერთი ფორმით არ ვითანამშრომლებთ ივანიშვილისა და ოცნების ავტორიტარულ რეჟიმთან. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს. ოპოზიციური პარტიები ვითხოვთ ახალ არჩევნებს, არანაირი სხვა დიალოგი, არაფერი სხვა დიალოგის შესახებ. დროებითი მთავრობის შექმნა სასწრაფოდ. დროებითი მთავრობის იდეას ოპოზიციურ ფლანგზე იზიარებენ. ტექნიკური მთავრობა